ხომეინიზე მივიდეთ ხა ამ კაცის ადრეული ბიოგრაფია დაბადების ზუსტი თარიღიც კი არ არის ცნობილი როდის დაიბადა მამა ბავშვობაშივე ადრევე გარდაეცვალა მოუკლეს უბრალოდ კი არ გარდაეცვალა ანუ ადამიანის კარიერული გაფურჩქნა შეიძლება ითქვას იწყება მაშინ როცა წესთ ადამიანები გადიან პენსიაზე ანუ ხომეინი ხდება აქტუალური სადღაც 65 წლის ასაკში ხო და ამას ხელს უწყობს ბუნებრივია აი ეს გარემო პრინციპში როგორც ჩვენ დავახასიათეთ აი რეზას დროს მამის დროს რა ფრაქციებიც იყო ირანში რომ ეს მემარცხენე კომუნისტური ნაციონალისტური მოსადეყის და ისლამისტური და რელიგიური პირები როდესაც ეს სამი ფრაქცია პრინციპში უკვე მუჰამედ რეზას ან შვილის მეორე ფეჰლავის მართლობაშიც გრძელდება და ამას აქცენტი ამ კომუნისტების დევნაზე აქვს კი ბატონო, მაგრამ ამასობაში მთავარ საფრთხეთ აი 60-იან წლებში განსაკუთრებით გამოჩნდებიან კლერიკალები 63 წელს და აი მერე გააგდებენ ქვეყნიდან ხომეინის, რომელიც პარიზის გარეუბანში ცხოვრობს და მანამდე ერაყში ცხოვრობს და რამდენიმე თვე იცხოვრა პარიზის სოფელში პარიზთან. ხო. დამყოფივარი სოფელში. ესეც ხო და ნუ ესე იგი ემიგრაციიდან ვრცელდება მისი ქადაგებები, მისი მოწოდებები, ჩანაწერები, ასე რომ ვთქვათ. და ეს დიდი პოპულარობით სარგებლობს, იხვეჭს პოპულარობას ირანულ საზოგადოებაში. ანუ ვინ არის ეს კაცი და რატომ ხდება პოპულარული? ხო. ეხლა დავიწყოთ თვითონ ახალგაზრდობიდანვე რელიგიური განათლება მიღებული, სამოდელო პირი, თუმცა ეს ხაზი უნდა გავუსვათ ისლამში სამოდელოება, სულ სხვა რამა და ეს არის ქრისტიანული სამოდელოება, არ არის ეს ხელდასმული სამოდელოება და რაღაცა სულ სხვა სახის არის. ის იყო მოწაფე სხვათა შორის ერთი აიათოლასი, რომელიც რეზა შაჰის საკმაოდ დაახლოებული. აიათოლა სიტყვა რა არის? ალაჰის ნიშანი. ძალიან საინტერესოა და რომ ისლამში თავდაპირველად ეს იერარქიზაცია სამოდელოების არ არსებობდა. ეს არის მე-19 საუკუნის პროდუქტი და აიათოლა სიტყვა ჩნდება სადღაც 1860-იან წლებში. შემდეგ ამას დაემატა აიათოლა ალ-უზმა, ანუ დიდი აიათოლა. და ასეთი კიდევ თავარი აიათოლაც არის და ასე შემდეგ. ის არ არის აქტიური და ახალგაზრდობაში ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ასეთი სუფიური, მისტიკური ლექსები ეკუთვნის მას. ძალიან კარგი ლექსები, სხვათა შორის, ვახუშტი კოტეტიშვილმა თარგმნა, სხვათა შორის ქართულად. და ყუმში მოღვაწეობს. ყუმი არის რელიგიური ცენტრი თეირანის ძალიან ახლოს. რელიგიური ქალაქი ტრადიციული. ირანელების მცხეთა ასე რომ ვთქვათ. ხო, ხო, წამოიძახე ქალაქია, სიტყვა ყუმი რა მნიშვნელობით შემოვიდა ქართულში. ეს ქალაქია. კი ბატონო. და იქ მოღვაწეობს და 63 წელს გაისმება პირველად მისი ხმა, რაღაც პერიოდი აპატიმრებენ აი ამ შაჰის რევოლუციის წინააღმდეგ და ძალიან გამოდის ლოზუნგები ხშირ. აი კიდე შაჰმა შეიძლება ეს ახალიც არ იყო პრინციპში გაიმეორდა რაც არსებობდა ექსტრატერიტორიულობის უფლება, ანუ დასავლელებისთვის, ამერიკელებისთვის, ანუ შენმა სასამართლომ გაგასამართლოს რა მე არ დაგიჭერს თუ ჩემი მოქალაქე არ ახლა აი მის წინააღმდეგაც წავიდა და რაღაცა და მოკლედ დაიჭერეს მე და გაასახლეს ერაყში. ერაყში ცხოვრობდა ქერბალასა და ნაჯაფში ორი მთავარი შიიტური ცენტრი არის და იქ ქადაგებდა ლექციებს ატარებდა და სწორედ მისი ქადაგებების შეკრება მოხდა შემდეგ და 71 წელს გამოიცა წიგნი ველაიეთე ფაყიჰი, რომელშიც ხომეინი ასაბუთებს, რომ სახელმწიფოს უნდა უხელმძღვანელონ რელიგიურმა პირებმა. და ეს გახდა ეს ველაიეთე ფაყიჰის კონცეფცია შემდეგ ისლამური მმართველობის, ასე ვთქვათ, პრინციპი. თუმცა ზუსტად არ გაიმეორდა, რა თქმა უნდა,
ხომეინის იდეები, ასე რომ ვთქვათ, ისლამურმა თავდაპირველი იდეები. ხომეინი აქტიურია, მაგრამ ირანში ნაკლებად არის ცნობილი. მისი, ასე ვთქვათ, ცნობადობა იზრდება 78 წელს, 78 წლის დასაწყისიდან. არა ეს ოპოზიციური, სადაც დღევანდელობასთანაც შეიძლება შევადაროთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, რეზა ფახლავის პიროვნება, როცა უეცად წამოტივტივდა, ხო, რეალურად ეს ვთქვათ, ას იყო მანამდე, ასე ვთქვათ, გამორჩეული თავისი პოლიტიკური აქტივობით. 77 წლიდან, 78 წლიდან უფრო ძალიან აქტიური ხდება 77 წლის მიწურულიდან. აქტიური ხდება და პრინციპში ხდება ლიდერი. აქ რა ხდება საინტერესო, რომ იწყება მოძრაობა. საპროტესტო მოძრაობა იწყება 77 წლიდან ირანში, მაგრამ თითქოს არაფერი არ ხდება 77 წლიდან 78 წელს, ახალი წლის 1 იანვარს კარტერი ჩადის თეირანში და შაჰთან ერთად სვამს სადღეგრძელოს ირანისა, როგორც სტაბილურობის კუნძულის ამ მღელვარე ოკეანეში, ანუ ახლო აღმოსავლეთში, ამას გულისხმობს. და ეხლა ეს სტაბილურობის კუნძული აფეთქების პირას იმყოფება და ვრცელდება ამ რევოლუციას. სხვადასხვა ძალები არის, სულაც არ დომინირებენ ამ შემთხვევაში სასულიერო პირები მომძრაობაში, მაგრამ ჩნდება ქარიზმატული ლიდერი ხომეინის სახით. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რამაც ხელი შეუწყო ამ სასულიერო წოდების წინ წამოწევას. ფინანსები. ყველაზე მეტი ფული ჰქონდა სამოდელოებას. საიდან? პირველ რიგში და ძირითადად ბაზრის ხალხიდან. ბაზრიდან. ბაზარი დღეს რომელიც ეს ყველას ეს უცნაური მომენტი, რომ თითქოს აუმხედრდა. რა არის ბაზარი? ეგრო ბაზარი არის მთელი სოციალური სისტემა, ეს არის წვილი და საშუალო ბურჟუაზია, სოციალური ქსელებით, მეჩეთებით და უაღრესად კონსერვატული. და ბაზარი შეზრდილი არის დღეს ხელისუფლებასთან და ზოგადად სამღვდელოებასთანაც შეზრდილი იყო და სამღვდელოება ბაზრის ნაწილსაც წარმოადგენდა. რატო ვერ მიხედა ბაზრის ხალხს შაჰმა? ბაზრის ხალხს ვერ მიხედა. ეთქობა ისე კაცრად როგორც საჭიროა, ანუ საკუთარ მხარეზე ვერ გადმოიყო და კონსერვატული და ღრმად მოწმუნე. და რაღაცა შემოსავლების მეათედი მიდიოდა პრაქტიკულად ამ პოლიტიზებული სამღვდელოების ჯიბეში. მილიონები გროვდებოდა ხომეინის ვირში. მეორე ხომეინი იყო ერთი მომენტი ალბათ კიდევ რომ კარგი ოზატორი და თვალსაზრისით რომ ზოგადად ამ ისლამურ რევოლუციას უწოდებენ კასეტების რევოლუციას. ეხლა ახალგაზრდობას დავიწყებული აქვს რა არის კასეტები, ხო მე ძალიან კარგად მახსოვს და ძალიან ადვილია, ხო პატარა იყო და ადვილი გადასატანი და ქუჩაში სულ ყველგან ყველას მაგნიტოფონი ჰქონდა გამოტანილი, ჩართული იყო ხომეინის ხმა. ჩემზე უმცროსი თაობისთვის რო ვთქვათ, კასეტები არის ფლეშ დისკები რო არის, ფლეშის სერვერი, სტიკები რო არის, დაახლოებით ეგ ჩანაწერები ვრცელდებოდა კასეტები. კასეტებით ვრცელდებოდა. აი ეს მომენტები იყო და მიმზიდველი რა არის? აი იდეოლოგიურად ასე რომ ვთქვათ, შინაარსობრივად მიმზიდველს რას ამბობს, რომ რაზეც აყვა ხალხი? აყვა ხალხი, რომ ჩვენ გამოსავალი გვჭირდება. გამოსავალი არის ჩვენი რწმენა. ისლამი არის გამოსავალი. ლოზუნგი, სხვა შეს ვეც ამერიკელებო, ვეც საბჭოელებო, თავი ვერაფერი ვერ გაიგეს ახდებოდა. ერთი რა მაინტერესებს, რომ აი ბოლო თვეებში როცა უკვე რევოლუცია მწიფდება და მისი მხარდაჭერა იმატებს, საფრანგეთში ცხოვრობს ხომეინი. 4 თვე იქ იყო. ხო, ანუ საფრანგეთი რატო იღებს საერთოდ ესეთ ანტიდასავლურ კაცს, ეს ერთი, მეორე, რომ პრინციპში ხომეინი ძალიან რამდენადაც მე ვიცი და შემისწორეთ უმეშლება,
ლაპარაკობს პრობლემებზე, რომლებიც ირანში არის და ადამიანებს რაღაცა ასე ვთქვათ, სიმართლის ხმა ესმით ამ პრობლემებთან დაკავშირებით და მაგრამ გამოსავალი საკმაოდ ისეთი პრიმიტიული არის, რომ აი სასულიერო წოდებამ უნდა აიღოს ძალაუფლება. ჩვენ სულიერება გადაგვარჩენს, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ამ სულიერებაში რაღაცა ეკონომიკამ როგორ უნდა იმუშაოს, სახელმწიფო მოწყობა როგორ უნდა იყოს, ეს დეტალები არის ჩაშლილი. არის ჩაშლილი და ეს ყველა საინტერესო საკითხი არის. ხომეინი აბსოლუტური არეულობა არის ქვეყანაში. დასავლეთში აღიქმება ეს ფიგურა, რომელიც წინ წამოწეულია და ძალიან პოპულარული არის, აღიქმება როგორც სიტუაციის მომგვარებლად და არა რაღაცა სულიად ახალი სახელმწიფოებრივი მოწყობის შემქმნელად, რომელიც ანტიდასავლური იქნება. მეტიც ეგ აუცილებელია გავიხსენოთ მიშელ ფუკო. ძალიან საინტერესო ფიგურა, რომელიც ამ რევოლუციის პერიოდში ჩადის ირანში ესწრება ამოვლებს და აღტაცებული არის წერს რეპორტაჟებში თავისი ერთ იტალიური უნიტასი წერდა და კორეა დელა სერაში აღტაცებული არის აიათოლების სამღვდელოების შემრიგებლური ტონით და ჰუმანური განწყობებით, ხო? შემდეგ ძალიან ცხენოდა სხვათა შორის ფუკოს ამისი და რაღაც ახსენებდა, თუმცა წიგნი გამოვიდა, ძალიან საინტერესო, ფუკო და ისლამური რევოლუცია. ასეთი აღქმა ხომეინის. არ არის რომ ეს არის ალტერნატივა. ხო, იგივე ვთქვათ, შაჰთან დამოკიდებულება იცვლება იმ თვალსაზრისით, რომ კი ბატონო, ჩვენ მივიღებთ, მაგრამ ვეღარ მართავს ქვეყანას ავანტყოფიკაცია და იგივე ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკში ვახსენეთ, როგორ იკურთხა თავი მეფეთ რეზა პაჰლავიმ და არავინ არ აღიარა, მიდიოდა ყველაფერი იქითკენ, რომ ასე ვთქვათ, ახალი ხელისუფლება აღიარებულია რეალურად. არ იყო იმის შიში, რომ ეს ხელისუფლება გახდებოდა ასეთი ანტიამერიკული და არ იყო იმის შიში, რომ ორ დღეში გამოაცხადებდა ხომეინი, რომ არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არამედ ისლამი. მოჩა ამითი. ამ საფრთხეს აი ეს რევოლუციის ლიბერალური ნაწილიც ვერ ხედავდა. აი ეს აღქმა სტუდენტობაც ამ რეჟიმმა შემდეგ ეს ხო სტუდენტობა ჩართული ლიბერალური ნაწილი მემარცხენეები მაოისტები ცალკე იყვნენ, აქ თქვათ, პროსაბჭოური ძალები ცალკე იყვნენ, საოცარი სიჭერლე და რაღაცა მღვდელი წყალში თევზის დაჭერა იყო, ესაც გააკეთა სამღვდელოებმა რეალურად. ესეთი მე ყველა ჩამოიშორდა და ყველა აბსოლუტურად დახოცეს ელემენტარულად მთელი ყოფილი თანამებრძოლები აღდნენ და დახოცეს, ჯერ აღიარებით ჩვენებები, ასე ვთქვათ, გააკეთებინეს და შემდეგ დახოცეს ყველანი. ხომეინი ირანშიო ჩადის ეს საინტერესო მომენტია, რომ Air France ჩაყავს, საინტერესო ისეთი იყო რამდენიმე წლის წინ 30 წელი გადაიხადეს თუ რაღაცა ისლამური რევოლუციის და ხომეინი აღარ ცოცხალი რა უნდა ქნან და ხომეინის იმდან მუყავდან გამოჭრილი ხომეინის ფიგურა ჩამოიტანეს თვითონ. ესეთი ცნობილი კადრი არის ეს, როცა ის გამცილებლებს მიეხმარებიან ჩამოსვლაში, ტრამპზე ჩამოსვლაში. ფაქტობრივად, ანუ რასაც ეხა რეზა პაჰლავი აპირებს, რომ აი რევოლუცია მოხდეს და იწყოს და მერე ჩამოვალ, დაახლოებით ისე მომხდარ ამბავზე ჩამოდის.